ქართული საოპერო მომღერალი და საქველმოქმედო ფონდი იავნანას ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდ იუნისეფის პირველი კეთილი ნების ელჩი გახდა. ქართველ ბარიტონ სპეციალური სიგელი საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა რულანდ მონაშმა სასტუმრო რედისონში გადასცა. პაატა ბურჭულაძე მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც დაარსების დღიდან გვერდით უდგანან იავნანას. იუნისეფის კეთილი ნების ელჩები ცნობილი ხელოვანები, მსახიობები და სპორტსმენები. აბაშიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკვე მესამე წელია რუსთავში ამ ბინაში ცხოვრობს. საქველმოქმედო ფონდი იავნანამ 6-შვილიან ოჯახს ბინა განაცხადის მიღებიდან 2 თვის თავზე გადასცა. დღეს დიასახლისი მალვინა ჯალაღანია იხსენებს, რომ იმერეთიდან წამოსვლა ასთმით დაავადებული 2 შვილის გამო გადაწყვიტა. სანამ იავნანას შესახებ შეიტყობდნენ, ქირით ცხოვრობდნენ. მოძღვრის ოჯახს ქირის გადასახადთან ერთად 6 შვილის გამოკვება უჭირდა. ყოველ წელს ბინის ზებნა ჰქონდა. რახან ეს ბინა მოგცა ბატონ პაატა ბურჭულაძეს არ ვიცი უღმესი მადლობა. არ ვიცი როგორ გამოვხატო, არ ვიცი რა იმდენად ესეთი სიკეთე გაგვიკეთა. მაყოფილი ვარ, შევიძინე მეგობრები, კლასელები ძალიან მიყვარს მასწავლებლებიც, მეზობლებიც, სწორედ მე არ მინასწავლე. აბაშიძეების ოჯახი ერთადერთი არ არის, ვისაც ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძე ქველმოქმედებით დაეხმარა. უამრავი ქართველი ბავშვისთვის გაწეული სიკეთის გამო მას დღეს საქართველოში იუნისეფის პირველი კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭა. ამერიკაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. კეთილი ნების ელჩები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ოდრი ჰეპბერნი, დევიდ ბეკჰემი, ლეონელ მესი და სხვები. როდესაც ბატონი პაატა ბურჭულაძის კანდიდატურას განვიხილავდით, კეთილი ელჩის წოდების მისანიჭებლად ბევრი ფიქრი არ დაგჭირვებია, რადგან ბატონი პაატა უკვე დიდი ხანია ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს. მისი საქველმოქმედო ფონდი იავნანა მრავალი წელია, რაც სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება. მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში, რომ გავამართლო მართლა ეს დიდი ნდობა, ეს არ არის უკვე მარტო საქართველოს, ეს არის საერთაშორისო და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მավარებს. პაატა ბურჭულაძემ საქველმოქმედო ფონდი იავნანა 2004 წელს დააარსა. მას შემდეგ ამ ორგანიზაციამ 41 კონცერტი ჩაატარა. მათ შორის 37 საქართველოში, 4 კი საზღვარგარეთ. ცნობილი ქართველი ბანის შემოთავაზებებს უპირობოდ თანხმდებიან მსოფლიოს წამყვანი ოპერის თეატრების ვარსკვლავები. მთელი საზოგადოების თანადგომით, ყველა იმ ადამიანის თანადგომით, ვინცაც ერთხელ მაინც აუკრიფავს ნომერი 30-30-ზე, ან ჩვენს ყულაბაში თუნდაც 10 თეთრი ჩაუგდია, ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ 62 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახისთვის შევიძინეთ ბინა. 4 დეკემბერს თბილისში კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე პაატა ბურჭულაძე, თამარ ივერი და დიმიტრი ხვოროსტოვსკი იმღერებენ. კონცერტიდან შემოსული თანხით იავნანა ბინით კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გაახარებს.